საღამო მშვიდობისა. აი ასე დადგა ის ნანატრი დღე. ორი ნანატრი დღე გვაქვს კვირაში, ეს არის სამშაბათი და პარასკევი. დღეს პარასკევია და შესაბამისად ლოტო 642 იღებს სტარს და აბა იღბალი თქვენს მხარეს. იღბალი ნამდვილად ის არის, რაც ძალიან გჭირდება ახლა თქვენს და ჩვენს, იმიტომ რომ ორ მხრივია ეს ემოცია და ბუნებრივია სურვილი იმისა, რომ გავათამაშოთ ჩვენი სოლიდური ძალიან მსხვილი თანხები, გარეთ აგვიცივდა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტემპერატურა თანხებით დაგვათოფობს და კი ბატონო, აი ამ სივრციდან ტემპერატურას ჩვენ სულ უფრო მაღლა და მაღლა ავწევთ. მოდი დავაკონკრეტოთ ჩვენი ჯეკპოტი ზურა ოქმაში. დავაკონკრეტოთ, არ ვარ წინააღმდეგი, მით უმეტეს რომ ჯეკპოტი მზარდია, ეს ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ასევე მეორე კატეგორიას, რომელიც კარგახანი არ დაგვითამაშებია და ჯეკპოტიშია. კარგი მესამეა გასათამაშებელი დღეს, ვისაც ბილეთი ხელთ გიფყრიათ, ძალიან დიდი შანსები გაქვს. მესამე საპრიზო კატეგორია გავათამაშოთ, მაგრამ მოდი ახლა ყურადღება გავამახვილოთ ჯეკპოტზე, რომელიც შეადგენს 552,991 ლარს. როგორი ციფრები დაждდა 5 5 5 9 9 1. წერილი რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა. და მეორე საპრიზო კატეგორიაში როგორი ციფრებია 2 3 4. აი ეს 2 3 4-ს ვათამაშებთ მეორე საპრიზო კატეგორიაში, რაც უფრო ზუსტად ნიშნავს 294,000 ლარს. და მესამე საპრიზო კატეგორიაში უკვე გითხარით რომ საკმაოდ მსხვილი თანხა გველოდება. იმედია დღეს დავიყვირებთ ორხმაში მე და ზურა მეორე საპრიზო კატეგორიას. მოდი გადავიდეთ. ჯეკპოტი იყოს რაღა მეორე, ან ყველა ერთად. აი ჯეკპოტისთვის ყოველთვის მზად ვართ. ეს ის არის, რისთვის ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს. კარგი, 3 2 1. აჰა, ბატონო, ავახმაურეთ ჩვენი. რომელი ბურთი წამოა პირველი? თერი. წითელი. წითელი იყოს. სვანე გავიფიქრე რა კარგი, მე აი წამოვიდა წითელი. არის წითელი. იმედია დღევანდელი საღამო თქვენთვის იმ ადამიანებისთვის წითელი იქნება თუ წითელი? ბილეთები ლურჯი იქნება. არა მწვანე. ბატონო, აი ახლა ნუ რომელიმე იქნება, ყველაფერი ჩამოვთვალეთ. ესე იგი გვაქვს 12 და გვაქვს 8. საკმაოდ დაბლებში ვართ ჯერჯერობით და კიდევ ერთი დაბალი გვიერთდება, რაც კარგის მაჩვენებელია, 6-იანი შემოგვიერთდა ამ შემთხვევაში. როგორც წესი დაბლებს ავსებენ ხოლმე ძალიან ხშირად ჩვენი მოთამაშეები, იმიტომ რომ დაბადების რიცხვები ასე შემდეგ ხშირია ეს და აი 28-ს სხვათა შორის გვაქვს თვის სისტემაში და 30-იც მათ შორის. დაბადების დღის რიცხვები ასე ვთქვათ, ხო ზურა 30-ით გამოგვეწია, 30-ით პრინციპში შესაძლოა რომ თქვენ მოხაზული გქონდეთ. აი 4-იანი ძალიან დიდი იმედიც გვაქვს და 4-იანი საკმაოდ კარგი კომბინაცია შემოგთავაზა ჩვენმა ლოტოტრონმა, ფერთა გამაც დაცულია. რიცხვებით იმედი მაქვს რომ ჩვენთვის მისაღები. ბონუს რიცხვი გახლავთ 18. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ხომარხარ წინააღმდეგი. კარგი 12-ით ვიწყებთ. 8 გავაგრძელოთ. 6 28 30 4 და 18 გახლავთ ბონუს რიცხვი, როგორც უკვე გითხარით. აბა ჩვენ გვინდა ჟრიამული ამ სტუდიაში და თქვენს ტელე ეკრანებთან, სადაც თქვენ იმყოფებით. ეს გჭირდება ნამდვილად ძალიან გჭირდება. ჟრიამულამდე მისასვლელი გზა საკმაოდ მარტივია სხვათა შორის, არ არის რთული. აი ესეთი ერთი ნაბიჯი უნდა. კი, ამოდი აქ გჭირდები ჯერჯერობით. ესე იგი ერთი ნაბიჯში თაკო იმას გულისხმობდა, რომ ჩვენ გჭირდება ბილეთი იმისთვის, რომ ჩავერთოთ გათამაშებაში და შემდეგ გამოვცადოთ ის იღბალი, რომელსაც ხანდახან ვემდურით ხოლმე და მანამ ნუ ვემდურით სანამ არ გამოვცდით. შესაბამისად. ხო, რატომ ვერ ვიგებ, რატომ ვერ ბილეთს არ ყიდულობ? იმიტომ რომ ბილეთები არ შეგიძენიათ იქნებ და სტაბილურად რომ შეიძენთ ბილეთებს ზუსტადაც აი ამ თანხებს გამოკრათ ხელი, რომელსაც ჩვენ ლოტო 642-ში ვათამაშებთ ხოლმე. ხო და loto.g არსებობს ესეთი საიტი, სადაც შედიხართ, ავსებთ თქვენთვის ასურველ კომბინაციას და ასევე მთელი კი ბატონო გისმენთ. ჯიყურებით მასშტაბით და კიდევ ერთი გზა დაგვჭირდა. ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს. და სერვის ცენტრები. არ ვიცი სად შეიძინა ამ ადამიანმა, ამ ერთმა ბედნიერმა ეს ბილეთი, მაგრამ 7604 ლარი ერთმა ადამიანმა მოიგო. მესამე საპრიზო კატეგორიაზე ჩვენ იმდენი ვისაუბრეთ, იმდენჯერ გავაჟღერეთ, რომ აი ბატონო, კი ბატონო, ჩემი სურვილი მანიფესტირდა. მანიფესტირდა და სხვათა შორის მეოთხე კატეგორიაში ყავს 6 გამარჯვებული, 1308 ლარი გაიყვეს მათ და მეხუთე მეექვსე კატეგორიებში როგორც ყოველთვის ბევრი გამარჯვებული, შვენიერი საღამო გამოგვივიდა. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეს ფონდი უფრო მზარდია და მეორე საპრიზო კატეგორიაც კიდევ უფრო გაზრდილი ფონდები ჩვენ სამშაბათს ხვდებით ერთმანეთს. დროები ბედნიერი საღამო და შაბათ კვირა. ნახვამდის.